მოიცა ხა წინა ვლოგში სიმღერა რატო არ იყო რანაირი დამკვრილები არიან ესენი ალბათონო აზიზო დარაგაზე მუსიკა აზიზო ჭირიმე შენი ჭირიმე ალბათონო აზიზო დარაგაზე მუსიკა აზიზო ჭირიმე შენი ვასწავლი მთელი 2 დღეა და ვერაფერი ვერ ვასწავლე რა. ახლა თავი ვარგებით და წავით ნელა ყველანი იქ სადაც აი ანაპარკი პირამიდები. ჩაკვი ოღეს ჩაკვი ხანდახან ემართება ხოლმე ეგეთი რაღაცები ვიღაცის ხაზზე ვზივარ მე ისი ჩვენ ხაზზე თუ კაია რა იგეძმო მეორეზე გადადი ვიღოს პირველი და დავზეთ შევპოხე ჩემი რა როგორ ხია ამას ცეპი თან კარგად გავპოხე კარგად გავაპრიალე კარგად შეაშრებოდა და წავალე ხა სისინით რა ჯერამ გიდია წავით რა მოტიშე ბიჭო მოტიშე всё წავით ატომისა პამიდორი აპლიკაცია შებრაზური ვარები ოზურგეთისა ჩაკიჩაიდა გარი ზაფხულზამდარი საქართველოს შესადარი არსად არ არის ჩაკვი ჩაკვში ვართ უკვე ცენტრში მოვედით გალფთან რომ საწვავი შევავსოთ ჩვენ ულამაზეს ბაიკებზე ილია შემოგვიერთდა ამ მოგზაურობაში ჩვენთან ერთად არის ჩვენი მასპინძელი შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმდგენი არის Master Shop-ი და Villa Paradise-ი მოკლედ ჩაკვში ვარ ცენტრში საწვავი შევსებულია და მივდივართ ეხა ცოტა მაღლა ზემოთ რესტორან Riverland-ში იქნება პირველი გაჩერება სადაც ჩვენი მეგობრები გველოდებიან და დანარჩენს იქ გეტყვით კიდე ერთხელ გეტყვით რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი დაგვასაბსკრაიბეთ ზარისღილაკი ჩართით და გოლაიქეთ და კიდე ბევრი კარგი ვიდეო იქნება და ბევრი მოგზაურობა იქნება და ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ აქ რა არა მარტო ეს სილამაზეები და ჩემი თვალების სილამაზე რა კიდე ბევრ სილამაზეს გაჩვენებთ ბატონი გოჩა არის პროფესიით სტომატოლოგი როგორც მახსოვს. კი. შრომელი პატიოსანი გემრიელი ადამიანი. წამოვბრძანდით, წავიდეთ, ცოტა ვოიაჟი შევატაროთ. როგორ შექმნით ეს სასწაული ადგილი აქ? მეგობრებო, იდეა წამოვიდა გამომდინარე იქიდან ცხოვრობ სოფელში, ჩვენ სოფელში არისო მარკეტი. სცენაში ჩასვამდე და სულ თავიდან 2015 წელს პატარა მარკეტი ავაკეთეთ, ოჯახური ბიზნესი ასე რომ გავთქვათ. და მაქედან გამომდინარე მე წამოვიდა ის აზრი რომ ამ პატარა მარკეტს პატარა მინი ბარი მივაერთეთ 2017-ში ბარი გავხსენეთ და 2017-დან უკვე წავიდა ჩემი ესე ვთქვათ ამ საფლობელოს ჩემი რესტორნის გაფართოება დრითითრე ანუ ყველა წელს უფრო და უფრო ფართოვდებით ეს სილამაზე გამომიჩინეთ რა კადრშია ეს აქეთ რო ლურჯი მოტოციკლეტია ვისია ნეტა ის ვიღაცა სტაფილოზე როზის ბორბლებიან სტაფილოზე და რომ აი ამ ოთახში იყო პატარა მარკეტი, სოფლის ბუფეტი ასე რომ ვთქვათ, სოფლის ბუდკა. მე აი ამ ადგილზე, აი ამ ოთახში გავაკეთე. ბარი, ლუდის ბარი. საიდანაც დაიწყო ეს ადგილი არის ოფისი. ძალიან კარგი გამოწყება. ჩემი აზრით, ჩემი მიკროფონი გავაგდე. თქვენი აი ეს განვითარება მაგალითია იმისა, როგორ უნდა. ჩვენთვისაც როგორ არ უნდა გაჩერდე და განავითარო. ანუ ყველა
გაკეთებულ ვერანდას მოვაქცე როგორც პატარა დარბაზი. დარბაზი გავზარდე, შიგადა შეტაპობრივად და შედეგიც ფაქტის სახეზე რესტორანი დგას. აქ იყო მანდარინის ბარი. ციტრუსი იყო მხოლოდ და ახლა ეზოში რო ჩავალთ, იქ რამოდენიმე მანდარინის ხო დაგვხდება. ანუ დიახ და ის იქნება აბა სანამ მე ვიქნები, ის მანდარინის ხე არ მოიჭრება არასდროს. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს სამფლობელოში, ჩვენს რესტორანში და ამჯერად ჩემს სტუმრებმა უნდა დააგემოვნონ რივერლენდის გემრიელობები. ჩვენ ზოგადად დალევა არ გიყვარს ჩვენ. არა, საიდან მოიტანე როგორ ვის გვიყვარს დალევა როგორ შეიძლება. აბა ძალიან მაგარს. ეს რა არის? აბა თუ გამოიცნობთ რა ქვია ამ ხინკალს გავს. ხინკალს გავს და ხინკალი ურევია სახელში ნამდვილად ისედაც კერჩშიც ურევია. ეს არის ხინკალი შქმეროში. დააგემოვნეთ მიერთვით არა, მე ვიცოდი რომ ხინკალს ნიორწყალი უხდებოდა. გადაიღე და გასაგები ხოწევი, აი და კიდე იმას ვიტყვი რომ სიუბრე შეიძლება ყველა კერძი ვიტყოს თავარება რაც. ეს უბრალოდ ჩემი ამოჩემებაა. კი, ნამდვილად და ამის კეთება. ძალიან მაგარია. ერთი ტრადიციული კერძი გამოჩნდა. აბა, ეს არის ეს არის აჭარული ბორანო და ეს არის ქობულეთური ბორანო. აქ ისეთი კერძები შემოვიდა, ხაჭაპურს ვერავინ უყურებს. მოიგინე ხაჭაპური დარჩა გვერდზე. ვინც არიცით? თაგვში რომ ამოხვალ ტირელას პარტისკენ. აუცილებლად გაჩერდით, ან ადით მოიარეთ, მე როგორც ვიცი იქზევით. კიდე რაღაცა ბევრი ამბები არის სანახავი, რასაც ჩვენ ავალთ და ან მანამდე ან მერე კონკრეტულად ნახავთ, ჩვენასაც ვიზამთ, მაგრამ ანაულისას ან ჩავლისას აუცილებლად შემოდით და შევუკვეთეთ ხინკალის ხმერულში, არ დაგავიწყდეთ. ბორანო, ბატონო, გინდა ესეთი, ეს თევზი. ისე მდგომარეობაში ვარ, თევზამდე ვერ მივდივარ. თევზი არა, ეს არის ამას რაღაცა აქვს შიგნით. აი, კარგია რომ დააკვირდით. მიგზით შეკაზმული ინგრედიენტი არის შიგნით. კომპოტებით გაიჭრიბებით, რა ისეთ დემერილი. მიგზიანი ბადრიჯანი შეგვიძლია შევდოთ ბადრიჯანში კი რა ოღონდ ბადრიჯანს თავი დავანებოთ და სანამ შეწავთ და მოკლავთ თავს, ეგრე უნდა გაცხაროთ. მაშინ რამე სურპრიზი ხوارდებს თუ შეურბილი ჩადი. აიკები რომ დავტოვოთ და გადავთოთ და დავიოთ. არა, ეხლა როგორი მომენტი იქნება, იცი? ესენი კაი სჭამენო, კაი სვამენო, სიმღერა ამათთან ვიციანო, ეგეთი უნდაო. საუდიციან სიმღერეთ, იქ ხო, მე ვერ გავი. როცა შენთვის ხაბარს გავდი, შუა სიმღერისას ხურთან ვესმის როგორი შიშხილი ძინობა გადავერტე. როცა შენთვის მოცუამა და გულით ახელი, ამოსუნთქვაც არ მადროე, იმედიც არ დამიდოე, არ ვიცი ამოსუნთქვაც არ მადროე, იმედიც არ დამიდოე, არ ვიცი საიცახვევი. ამოვედით ნოდოსთან. ესეთი ამბავი გვაქვს. მტირალაზე ამოვედით და რატო ქვია მტირალა, ეს უკვე ფაქტის სახეზეა. ეგრეთ შევხვდით წვიმიც მაო. კი ბატონო. კარგი ამ სიცხეში მშვენიერი შესანიშნავი, მაგრამ რას ვიზამთ? მშვენიერი. არის ხოლმე ესე რო არ წვიმს. არ ხშირად ეგეც არის, მაგრამ ზაფხულის პერიოდში მხოლოდ. ნუ ჩვენ ზედითადად არა, პირიქით გაგვიმართლა ჩვენ, რომ უნდა წვიმდეს რა, ტირალა იმიტომ ქვია, რომ უნდა წვიმდეს და იმიტომ ვართ აქ. აი ხა რა ხდება? აქ რა გვაქვს და რით შეიძლება ადამიანი გაერთოს და დაკავოს? ანუ აქ გვაქვს ბევრი რამე, გვაქვს პარკის ტერიტორიაზე ტბა, ჩანჩქერი,
აჰა. ასევე ატრაქციონები, ზიპლაინები, კვადროები, ბაგები. შვენიერი, ძალიან კარგი. დღეს რაც შემოგთავაზებ, ეხლა რა შეიძლება ჩვენ მივხვდეთ უпроსოდ იმის გათვალისწინებით, რომ დროში ცოტა ვიწევით. უცებრის გადაღებას შევძლებთ და რა შეიძლება შევიდა ვაჩვენოთ. დავიწყოთ დღეს ზიპლაინით, აჰა. რომელიც გადადის მეურვეხოვნის პარკში. შეგიძლიათ გადაიღოთ კარგი ვიდეოები ისევ ტყეში, პარკში. შვენიერი. და მე გავაკეთოთ ისევ ზიპლაინი ბუნდები უკან. აჰა. შვენიერი. შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი, ანუ ყველამ ერთად წავიდეთ კვადროებით, ბაგებით ისე. კვადრატული ან ბაგიტური. შვენიერი. აი, დავიწყოთ ზიპლაინით და ყველამ ვიცით, რომ საბას ეშინია სიმაღლის და პირველი იქნება საბა, რომელიც ზიპლაინზე გაიწესდა. გამოიწერეთ ჩვენი არხი მეტი სიახლეებისთვის. რაღაცები მაკეთებია. დღეს თორღვას დღე დადგა. მე რადგან ცოტა კლასით მაღლა ვდგავარ, ვერაფერს ვერ მიბედავენ. და ესენი ერთმანეთში დავაჯახოთ რა, ეხლა დღეს თორღვა რასაც იწვის. ერთმანეთში ვქიშქებს. იმას გააკეთებს, რა ქვია იმაი. საბა. დებიუტი იქნება ჩემ ცხოვრებაში ზიპლაინი. ინსტა არ გამიგდოთ. მეც არ ვარ ჩანაცურები. დაჯდომი. შენ ხმა შვენივრად იღებ ახლო დისტანციიდან. კიო. კარგი, წავედით. არ ჩამოსრიალებულ ვართ, ხო საბა? პირალამ ჩამპირალა. თუ ჩამოსრიალებულ ხარ შენ. არასდროს არ ჩამოსწია. შენ ხარ დანასრიალები. მე არაფერზე. სურებიათ. ტირალაზე ტირის. ბიჭო და მე მგონი მეც ვიტირებ მალე. გეშინია? ბიჭო არ ვიცი, მე მგონი ისეთი სიმაღლე არა. აქ არა, იქეთ იქნებ დინარეზე. უნდა ნაშქრა. არ იქ ხომ დინარეზე გადადის კითხავს. ბიჭო მე სადბანაო მე ჩავარდი მე ვიგანავ. ძმებო, ჩვენ ხო გვაქვს ტორმუზები? არის დაფტები მეურხა ბიჭებიაში. რა ტორმუზი? მიდი. ეს არის 100 მაქსიმუმ 100 კილოზე გათვალისწინებული, ხო? ცოტა მაკლია და 100 აუვალო 94 ვარ. დაბალი უნდა მეთქვა მეტი მეგონა. ნომინე პატრიზა თვირიე სპირიტუ სანტი. იქედან პირველი გაშვება გოქ ბიჭების უშუალოდ ემოციები მოთოკეთ და ნელა იარა. გიო ორი დღეა. გიოსთვის გვინდა მე ცალკე აირბაგები რა ჩავაიღე. ერთი ვახ ჩემი კაი. ვაიმე ხე პოზიციული იყო. ვახ ჩემი კაი. ვაიმე იცან მაგარი განსაკუთრებით სიმაღლე რო გაიჩნდა რა. აჰა. დინარე რო დამინახე. მათ ვიხსი რომ აი უკვე შევიზენი ეს ადრენალინი. კარგი იყო. ჩუაში რო დავდგე ხوارაფერი მომია. კარგი. ნუ ჩემაც მაგას მათ უწიხნიტენა, თქვენი ბრალი არ არის. მე არ მომარხა ფეხი, თორე დაგერწე. ხეები რო ფეხებზე გეფათურებიან უკვე დაანდონია რა. ანუ გაყოფილებდათ. ხეები რო გეფლირტავებიან. აი ეს ძალიან გემრიელობები რო ჭამეთ და გავიწყდა თუ ჯერ არა. არა, ჯერ არა. მე მგონი არც არასდროს დავიწყდებით. წავედით მოკლედ ეხა გავაგზელოთ. დღეს ვერ მოვასწრე. სათა ხარ 2 კილომეტრი ხთია რომ მე მზად ვარ. წვიმს და დაღამდება. ეს ვეღარ მოვასწრე. ზეც არის წვიმს კიდევ და ღამდება კიდევ და ნისლიც არის. რის ჩანჩქერია? ჩანჩქერია, წაბლანის ჩანჩქერია ეს. ვიცი ვიყავი მალე ასულიყავი საკაიფო რაღაცა. ეგრე ხოფია პირაო. გელზე რა გქოს? რა ჩიზდა ხათაბალა. ფეხები დამისწევდა. პაჩკა დოლარები ძიოდა. უღიყო ხალხი არაშიოდა. აღარავის თემი არასი. ოიო! ზიპლაინი გამოვცადეთ და ვხედავთ იმისა რომ ცოტა წიმა გამოიწერეთ ჩვენი არხი. ახლა გადავდივართ ბაგების ტურზე. ეხლა ბაგები უნდა გავტესტოთ. ბაგები არა, ბაგები. აუ გადავალ რა მე რა. გამწუხარ.
მანდრა გინდა შემიკა ხედრიფჩი რომ უნდა დაიჭიროს იმის დაულევლობა როგორ შეიძლება სად მოვეთ ან სად მივდივარ? მუზეუმ? ისი მუზეუმია? ვისი მუზეუმი? ჩემი მუზეუმია. ანუ ეს სახლი არის 150 წლის, რომელსაც მიენიჭა მუზეუმის სტატუსი, ვატარებელი სახლია რა. და შენია. და ჩემი. შენ შემოგე. გაგიმარჯოს მე. საუკუნახევრის. ვა. ვის მამა? აუ როგორ მიყო. 150 წლის სახში შევდივარ. აუ რასუნი დგას ბიჭო. ეს ის ძველი სუნია. ეს ის ძველი სუნია ზუსტად რა. აი სუნი. სუნი ხო ყველა მიიზენი. აბა რა არის თვითონ ესა? აბა რომელი? ისა? ხო. მართლა ვიცი და რომელი? აი ესენი. ეგ ვიცი როგორ არ ვიცი კაცო. გახსო. ეგ არის თოვლში სასიარულო ანუ წრიაპი უფრო ალბათ თუ ქალამანი, ხო. აჭარულად შეიძლება იყოს, არ ვიცი ახლა. ქართულ შევქე, მაგრამ ქალამანი რას კიდეც. ეს მათრახია აგერ ბატონო. ეს რა არის ეს? სასო. ეს სასტორია კი. ანთარი ქვია ეს ცხენის საფეხეები. უზანგი. უზანგი არ არის. უზანგი არ არის. 200 წლის შეიძლება რომ იყოს დაჟე რას ამბობ? ეს ძალიან გაცვეთილია. დაიცად ეს სად არის ნაპოვნი? ეს ამ სახლშია რა. ამ სახლში ჩემი ალბათ დიდი ბაბუის იქნებოდა ეს ჩუსტები. რას ამბობ? ნო. ანუ ამას იცმევდნენ აი თხისურა და ცხვრის წინდები იყო რა ადრე დაახლოებით მუხლამდე რა. აი მასე ცოდაზე მოდა. ჯერ წინდები, მერე ეს და თოლში დადიოდნენ რა. ანუ წყალი კი შედიოდა იმ წინდებში, მაგრამ იმ რაოდენობით არა რა. თან წინდები სამყარო. ანუ აქ იყო ჩვეულებრივად იდო ესენი აქ? კი, ჩვეულებრივად იდო. ეს უკვე ამით რა ნასიარულები არავენ. ალბათ ჩემთვის გააკეთე რა. 150 წლის მერე და გვიბოდებოდა შუდა. რაშორს მე ჩაქრობია მეორე სახელება. სააშენა რა ეს სახლი. რას ამბობ? მართლა მუზეუმი იყო. მიყურეთ სუხმარი არის მაგარფაში მოხსნა. მაგარფაში. დაადე. განზური არის. ეს აკვანი შენ ხო არა ხარ ამაში დაწოლი? კი, ხარ? მეორე ადგილი არის. აუ, ბიჭო. ეს ძველი ნახშირია, კანაფის ბაწარია ეს მოკლედ. ეს კანაფის არის? ხო, ძირის რა, გალოკების არა. თქვენ რიცაც იყენებთ კანაფს. ეს რა არის? აგრად გეშლებათ, აგერა ეს ვიყენებთ. სხვათა შორის ანუ ბებია, ხო, ბებია მომიყვა ისტორია, რომ ესო გავახმოთ ჩავყაროთ. თუ აიღებდნენ უკვე შემოდგომაზე, ამ გალოკებს წავდნენ და ჰეროებს ტოვებდნენ რა. ხო და წავდნენ ისე ბუდოში რა. მოკლედ ვაღიარებ ბიჭებო იმას, რომ ბევრი რაღაც ვიცოდი სად მომყავდით და აღმოჩნდა ისე, რომ კიდე ბევრი რაღაც მე თვითონაც არ მწოდნია და მე თვითონაც ახლა ამ წამს გავეცანი, მოკლედ ჩვენს უკან არის 150 წლის სახლი, რომელშიც შემორჩენილია ძველი ნივთები და ყველაზე მაგარი კადრი, რაც შეიძლება იყოს, ჩემთვის არის სიმბოლური რომ სიცოცხლე გრძელდება და აქ კიდე სიცოცხლე ჩქეებს რა და იქნება აუცილებლად. ჯერ მარტო რომ სუნი გხვდება ისეთი რომ 2 საუკუნე უკან ეგრევე გადაგაგდებს. სურვილი გაგიჩნდება ბუხართან ტაბლასთან დაჯდე, ლობიო, პრასი, რაღაც წითელი ღვინო და დაჯდე. და ფეხზე უნდა გეცვას ის ჩუსტები, 200. ის ჩუსტები უნდა გეცვას. ადამიანი რომლის სახლში და ვიმყოფობოდი ჩვენ და ადამიანი რომლის მოსახელემაც დიდი ბაბუის მამამ აშენა აი ხელით შეხება მე 200 წლის ნივთზე ხლა თან გზნობა თან ჩუსტს რო უყურებ რა ვიცი რა მაინტერესებს ზუსტად როგორ შეიძლება მოვიდე აი მე უყურებ ხა ამ ვიდეოს და როგორ ტირანას ეროვნული პარკი და კერძოდ მაპზე ნახავს შაკო იკითხეთ მეორე სახელი ნიკოლოზი იკითხეთ შაკოს ეძახიან ამავდროულად დიდი ბაბუის
სახეს, ვინც ეს სახლია. ყველაზე მარტივად ჩვენ რო ავხსენით წეგან ლოკაცია ზიპლაინები სადაც იყო, იქ რო დაждდებით ბაგის ტურზე, ნიკა იკითხეთ და მოგიყვანთ ახალთან საოცრებას თქვენ. გაჩვენებთ ახალგაზრდას მამულს. მადლობა ჩამოთვალ ძალიან. გუნდებით სასტუმროში შეგახსენებთ დღევანდელი ჩაწერის კერძოდ ამ ეპიზოდის სპონსორი იყო Villa Paradise Master Shop-ი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვასაბსკრაიბეთ. ძალიან კაი გადაღება გამოვიდა. რეალურად სიმართლე ვთქვათ, არ ველოდი ესე ძაფრად რაღაცების მოზღვავებას, რაღაც ემოციები წამოიღო სასწაული განსაკუთრებით აი ამ სახლმა, აი ვლოგის დასრულებას და დაგვირგვინებაც არის და დაგვირგვინებაც. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. აი იცის ზუსტად სად უნდა წაგვიყვანოს და რა გზაზე უნდა ვიაროთ და ის არის პირველივე გადაღებაზე, სადღაც ჩვენი თავი ვიპოვეთ და ზუსტად ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და რა ნიშა უნდა შევინარჩუნოთ. თავშივე მქონდა მე ნათქვამი რომ ესეთი ხალხი უნდა, ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ იმისთვის რომ ესეთი ადამიანები ვაპიაროთ, რაც შეიძლება მეტი ვიპოვოთ და ვაპიაროთ. მნიშვნელობა არ აქვს შენი ქვეყნისთვის იმღერებს, სასტუმროს გააკეთებ, რესტორანს გახსნი თუ უბრალოდ კაი კერძი შექმნი. რა მთავარია ის სულისკვეთება და ჯიგარი იყოს, რაც ჩვენ გვახასიათებს და სახასიათოა ჩვენი არქივი. ხო ეგრეა? ამიტომ თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არქივი და ბათუმისა პამიდორი თაფლი ქედისა შებრაზული ვარიები ოსურგეთისა ჩაქვი ჩაი და გარი საფხულ ზამთარი ჩაქვის თანაშე სად არის არ სად არ არის ჩაქვი ჩაქვეის მართლაც შეშველი, მართლაც ძალიან მაგარი და ძალიან კარგია რა. ამათ სიმღერად შეძლებიათ. ჩაქვი